გამარჯობათ, მე ვარ გოგლიკო და ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ უნდა იმუშაოთ კლენერთან, გასწავლით კლენერის ფუნქციებს, რა უპირატესობა აქვს, რითი გამოიყენება, რა შეუძლია, ანუ რას აკეთებს. ეს არის ძალიან კარგი და მარტივი პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერში თუ რამე შეცდომა გამოასწოროს, ანუ დარჩენილი ფაილები წაშალოს, გაასუფთავოს რესტარტი და ასე შემდეგ რა. ანუ აი პროგრამა ეს პროგრამა მაგალითად აი ეს არის გავხსნი ხა უბრალოდ ხედავთ აი აქ ანალიზ გავუკეთებ ეს წმინდავს კეშს ბრაუზერების კეშებს წმინდავს კიდე მაგალითად Explorer, Google, Opera, Mozilla, რა ვიცი ყველას რა თუ რამე გაქვთ დაყენებული თუ რამე ფაილები გაქვთ ძალიან კაი პროგრამაა რა. ეხლა როგორც ხედავთ აქ ეძებს ეს აი მოძებნა როგორც ხედავთ ეს ანალიზი გაუკეთა აი ეს არის დარჩენილი თუ რამეა ჭუჭი აი ახლა მოჩის დგამს იცემთ ამით გაწმინდავს აი როგორც ხედავთ გაასუფთავა აი აქ ჩვენებს კიდევაც ახლა ჩაუტარებ ანალიზს რო დარწმუნდეთ აი როგორც ხედავთ გასუფთავებულია შემდეგ აი აქ რესტარტს შეუძლია თუ რამე შეცდომა კომპიუტერში და არასწორად მუშაობს შეუძლია მაგის გამოსწორება სხვადასხვა ეს ძალიან კარგი პროგრამაა კომპიუტერისთვის ბევრმა ვინც არ იცის ხანდახან ხშირად უყურებს თავის კომპიუტერს ну, მე არასრულად მუშაობს და უწევს მე Windows-ის გაფუჭება და Windows-ის ხილან ჩაწერა. აი, როგორც ხედავთ, ამოყარა შეცდომა, ანუ აქ დავაწვეთ მივცემთ ის правიც, აი როგორც ხედავთ, სამი შეცდომა მოაგდო კომპიუტერმა და ამის გამოსწორება შეიძლება მარტივად დავაჭირე, აი როგორც ხედავთ, გამოასწორა, ну ახლა მოვაძებინე პრობლემას კიდე აი როგორც ხედავთ მოძებნა და არანაირი პრობლემა აღარ აქვს უკვე. შემდეგ გადავიდეთ. აი ეს არის მაგალითად შემდეგი სერვისი, ანუ ეს არის თქვენს კომპიუტერში დაინსტალირებული პროგრამები. ну აქედან შეგიძლიათ წაშალოთ ეგ პროგრამები, ანუ ეს იმისთვისაც თუ რამე ისეთი პროგრამაა და ვერ შლით და არ იცით საიდან უნდა წაშალოთ, ხო? აი ეს. ну დაგეხმარებათ იმაში, რომ წაშალოთ ის პროგრამა, რომელიც თქვენ გიგებთ. ეს ის პროგრამები, რაც მე მაქვს დაყენებული. და შემიძლია აქედან მივუთითო რომელიმე მაგალითად, რა ვიცი, რომელიმე აი ამას ასე მივუთითებ, შემდეგ აი ამას მისცემთ, ამას არა, აი ამას მისცემთ, იმიტომ რომ ამას ეს უდალიც რომ მისცე აქედან. ანუ ნახევრად წაშლის, ნახევრად დატოვებს. უნდა მთლიანი წაშლა არის დეინსტალაცია აქედან. ანუ როგორც დაინსტალირეთ აქედან, ასევე აქ თვითონ დეინსტალაციას უკეთებს პროგრამას. აქედან შეგიძლიათ ეს არის ნასტროიკა მართოთ ენა გაასწოროთ, სად შეინახოთ, რომელი დისკი მიუთითოთ, რომ გაასუფთავოთ, გინდა C, გინდა D, გინდა რა ვიცი, რომელიც გინდათ და ანუ აქედან თქვენ მართავთ უკვე თქვენ ფაილებს როგორც ხედავთ ეს არის სულ ისე თქმაც მინდოდა. კარგად იყავით, მადლობთ, შემდეგ აგვეთილ